კახეთში ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავთ საოჯახო ტიპის მარნები. შემოდგომობით კი ვიზიტორების რიცხვი მატულობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი ამისულაშვილი, კოლაგში მე-19 საუკუნით დათარიღებული ამისულაშვილების მარნის მფლობელი. თუ რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ტურისტები, რა იზიდავთ განსაკუთრებით, ვრცლად ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში საინტერესო არის, რა სერვისებს თავაზობთ ვიზიტორებს. შემოდგომით მოგეხსენებათ, ვიზიტორთა რაოდენობა კახეთში მატულობს. პარალელურად ჩვენ ტურისტებს თავაზობთ რამდენიმე სხვადასხვა სახის სერვისს, რომელიც მოიცავს რთველის ჩატარებას, ყურძნის დაწურვას საწნახელში, საწნახელიდან წვენი პირდაპირ მიედინება ქვევრში, რაც ჩვენ უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებულად მოწონთ. ადგილზევე ვაგემოვნებინებთ საწნახელიდან გამოსულ წვენს, ბადაკს, რომელთაც წელს სადღეგრძელოებსაც კი იძახდნენ და დასავლეთ ესე იგი. რა თქმა უნდა. შემდეგ ამ პროცესის დასრულების შემდეგ იქნება არის ჩვენს ბარაში კახური პურმარილი. ჩვენ თავაზობთ ტურისტებს სამი სახეობის ღვინოს. ტურისტები აგემოვნებენ ამ ღვინოებს, შემდეგ მიდის დაახლოებით 2 საათიანი პროცესი. ამ პროცესის განმავლობაში მე მიწევს პირადად თამადობის გაწევა, სადღეგრძელოები უმრავლესი ტურისტისთვის არის უცხო. მიწევს იმის ახსნა თუ როგორია ჩვენი ტრადიციული სუფრის წესები, რითი გამოირჩევა ჩვენი სუფრა, რა დაპირთვა აქვს სადღეგრძელოებს და საბოლოო ჯამში, როდესაც იგებენ ამ პროცესის არსს, ძალიან კმაყოფილები არიან და ბედნიერები მიდიან ხოლმე ჩვენგან. რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ ძირითადად და რა იზიდავთ განსაკუთრებით? სეზონი ტურისტების აქტიური იწყება ხოლმე გაზაფხულზე, აპრილის შუა რიცხვებიდან. დაახლოებით 30-დან 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ყავდა წელს სტუმრად. ისევე როგორც ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. ნაწილი მათგანი გაცნობიერებული ჩამოდის, იცის საქართველოს კულტურის რაღაც ნაწილი, იცის სად მოდის, რა ხდება, რა პროცესები ვითარდება კახეთში, რითი გამოირჩევა ჩვენი რეგიონი. ნაწილი, რა თქმა უნდა, ყველას არ ეცოდინება ეს ინფორმაცია და უმრავლესი მათგანისთვის მე მიწევს ახსნა და თვალიერება ჩვენი ტრადიციების და კულტურის გაცნობა. აი ამ პროცესში გაზაფხულიდან მოყოლებული გაზაფხულზე, სხვა მოქმედებებია საჭირო, მოგეხსენებათ, ჩვენ ტურისტულ სივრცეში გვაქვს გაშენებული ხაწითელის ჯიშის ვენახი და საშუალება მეძლევა ყოველთვის დროის წლის ნებისმიერ მონაკვეთში მოსულ სტუმარს აუხსნა იმ პერიოდისთვის რა საჭიროებას წარმოადგენს, რა სამუშაოებია საჭირო ჩასატარებელი ვენახში. გაზაფხულზე პირობითად გასხლის პროცესი, რატო კეთდება ეს, რისთვის არის საჭირო ვენახისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი დაინტერესება მოყვება ყოველთვის. არაერთი ტურისტი ჩამოდის, რომელიც თავად არის დაკავებული მეღვინეობა, მევენახეობის საკითხით, უფრო მეტად აინტერესებს ქვევრის კულტურა, მხოლოდ ჩვენთან არის მოგეხსენებათ ძირძველი ტრადიციული ქვევრის ღვინოების დამზადება. ჩვენ მარაში ასევე მე-19 საუკუნის ქვევრები არის, რომელშიც ვამზადებთ ხოლმე ღვინოს და განსაკუთრებული მოთხოვნა და განსაკუთრებული ინტერესს ყოველთვის იწვევს ქვევრის ღვინის დაყენების პროცესი. თქვენი შეფასებით, რატომ არის ამისულაშვილების მარანი გამორჩეული? რა ნიშა გაქვთ თქვენ? გამორჩეული ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. რა გითხრათ? როგორც ნებისმიერ სტუმარს მასპინძლობთ, ისევე ვიღებთ ნებისმიერ ტურისტს. დღესდღეობით ოჯახური გარემო განსაკუთრებით მოწონთ. რა თქმა უნდა, კი, მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა დღესდღეობით ტურისტების მხრივ
ოჯახურ გარემოში გაშლილი სუფრა, ოჯახური ტრადიციების გაცნობა. ხვდებით ტურისტებს როგორც წესია, ვაცნობთ ჩვენ ნებისმიერ ტრადიციას, რაც გაგვაჩნია, დაწყებული მეღვინეობით, დამთავრებული სტუმარ-მასპინძლობით და მასში შემავალი ბევრი დეტალით, რაც მოიცავს ამ პროცესს. შარშან თქვენ მიერ გამოხდილმა ჭაჭამ ჭაჭის ფესტივალზე ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. კიდევ აპირებთ თუ არა წელს მონაწილეობის მიღებას? რა თქმა უნდა, ძალიან პრესტიჟული ფესტივალია. 200-ზე მეტი დიდი და პატარა კომპანია იყო წარმოდგენილი. შარშან ჩვენმა ჭაჭამ ბრინჯაოს медаლი მოიპოვა, წელსაც რა თქმა უნდა მიიღეთ მონაწილეობას და ვიმედოვნებ, რომ უფრო მაღალი სინჯის მედლებისთვის ვიბრძოლებთ. ალბათ მოულოდნელი იყო ხო თქვენთვის ასეთი დიდი ჯილდო, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ დაახლოებით 2-3 წელია რაც დავიწყეთ აქტიური რაც ჩვენი მარანი აღვადგინეთ და აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და პირველივე ფესტივალზე, სადაც ჩვენი ჭაჭა წარმოადგინეთ და მოვიპოვეთ ბრინჯაოს медаლი, მე ყველა ტურისტს უყვები ხოლმე ამ რაც განსაკუთრებული წარმატების შესახებ და ყველა აღფრთოვანებულია ხოლმე ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მართლა მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის ის რაც მოხდა. თუმცა ეხლა უკვე მეტი ამბიციები გაგვაჩნია ჩვენს მარანს და შევეცდებით, რომ ნაწარმი უფრო ფართო მასშტაბიანი გავხადოთ, უფრო მეტ ფესტივალებში მივიღოთ მონაწილეობა. 7 ნოემბერს წინანდალში ეგეგმება ღვინის ფესტივალი, საკმაოდ პრესტიჟული ფესტივალია. ჩამოდიან უცხოეთიდან, ევროპის წამყვანი ღვინის სამშობლოებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან სომელიეები და ჩვენ ღვინოსაც აუცილებლად გავიტანთ და გავასინჯებთ. და ბოლოს რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ამ ეტაპზე ფართოვდებით ჩვენი მარანი, ჩემი წინაპრების მარანი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. წელს შევიძინეთ მეორე ნახევარიც, მიდის სარესტავრაციო სამუშაოები, როგორც ჩვენთან ისევე მარანის მეორე ნახევარში არის ძირძველი ქვევრები დაახლოებით 6 ტონის ჭურჭელი გვექნება სამომავლოდ. უფრო გავზრდით წარმოებას და ну რა თქმა უნდა განვითარება იქნება ჩვენი პერსპექტივა ფაქტით სახეზეა ფართოვდებით და სამომავლოდ ვიგეგმებით უფრო მეტ ტურისტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით და უფრო მეტი ტურისტის მიღებით. დიახ, და ყოველწლიურად დაახლოებით რამდენ ტურისტს იღებთ ხოლმე თუ გაქვთ ინფორმაცია? საკმაოდ დატვირთული წელი იყო წელს, აპრილის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ, რაღაც ვახსენე ტურისტების მიღება. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აქტიური დატვირთვა იყო, ზოგადად ოქტომბრის ბოლოდან არის რაღაც შესვენების პერიოდი ტურიზმის სფეროში და გაზაფხულიდან ისე ველოდებით უამრავ ტურისტს. რაც შეეხება რაოდენობას, საშუალოდ შემიძლია თქვა ალბათ 500-დან 600-მდე, შეიძლება ცოტა მეტიც, შეიძლება ცოტა ნაკლებიც. ალბათ მნიშვნელოვანი არის ხარისხი, ხომ, რომ ხარისხი მომსახურება რაოდენობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ტურისტულ სივრცეში უცხოელი ვიზიტორები იძლევიან შეფასებებს ონლაინ სივრცეში, რომელ შეფასებებსაც შემდეგ ნახულობენ სხვა ვიზიტორები, რომლებიც მოდიან ჩვენ ქვეყანაში და იმ შეფასებებიდან გამომდინარე ირჩევენ ობიექტებს, რომელსაც უნდა ესტუმრონ. ღვინის დეგუსტაცია იქნება ეს, თუ კახური ვახშამი იქნება, ყურმარილი იქნება ეს, თუ რთველის პროცესი, მაგ ყველაფრიდან გამომდინარეობს, შეფასებებიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და ხარისხი აუცილებელია, ხარისხის დაცვა აუცილებელია სტუმრისთვის კომფორტის შექმნა, რომ თავი იგრძნოს კარგ გარემოში და ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს ასე ვთქვათ ბედნიერი და დააფასოს ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობა. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.